შევეკითხო, ვინც ნაციონალურ ოფისში მსახურებენ და არიან და აქ ცხოვრობენ, კითხო. რა ხდება, როგორ ხდება და მაინტერესებს ეს კარი ღიაა თუ არა, დაკეტილია თუ არა. აი ახლა უნდა გავაღო ეს კარი. სად არის ბატონი დეპუტატი, რომელიც გამარჯვებულია? კანდიდატია, მაგრამ გამარჯვებულად იწოდება და ჩვენ გვინდა შეხვედრა მასთან და ორი შეკითხვა გვინდა სულ დავსვათ. ერთი ის მე მინდა თავად ბაჩოს დავუსვა, მაგრამ რა კი ბაჩო არ არის, დედამისი გამოვიდა და დედამისს მინდა შევეკითხო. მესტურა დელეგაცია არიან მამაოები და ოცნების მხარდაჭერები. შენთან შეხვედრა უნდათ ბაჩო და უთხარი რომ თბილისში ბრძანდები. ერთი კითხვის დასმა გვინდაო და იქნებ ტელეფონით მაინც დაგვალაპარაკოთო და ძალიან აღთქო, აი მივცე მამა გაბრიელს ტელეფონს და რატომ არა ხარ ხაშურში? ასეთი ცხელ სიტუაციაში, ესეთი დაძაბული სიტუაციაში და რა არის შენი მან თბილისში წასვლის მიზეზი? არჩევნები დამთავრდა, მე სიტყვით ვაკეთებ ციტირებას. დიახ. არა დღეს, არამედ გუშინ ღაღამოს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დახულიყო შტაბი და დამთავრდა არჩევნები. მე დღეს მივმართე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილობრივ ჩათვლით. ყველაფერი გააკეთო კანონის ფარგლებში. ეს რომ მეთხრეს, რომ ესე ჩატარდებოდა, მე ამ წუთას საღამოს წამოვედი თბილისისკენ. იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, გინდაც ხაშურში, თბილისში გადაწყდება როგორც ის კანონი ამბობს. დიდი მადლობა. ერთი შეკითხვა უნდა დაგისვა. ღებულობ თუ არა პასუხისმგებლობად იმაზე, რაც ხაშურში გუშინ მოხდა და რუსთავი ორმა და სხვა სახელმწიფო ტელეარხებმა გადმოცეს, რომ თითქოს და არაფერი არ მოხდა რა, არც როლა ყოფილა და ასე შემდეგ. ღებულობ თუ არა პასუხისმგებლობა შენ თავზე, რომ ხალხი, რომელიც შეკრებილი იყო მშვიდობიანად, მიდიოდნენ და ხმას აძლევდნენ უბნებზე, გამოიგზავნა სპეცნაზი, მე ინფორმაცია მაქვს და ხალხი პიროვნულად ვიცნობ, ვინც ფაქტებია ამისი გადაღებულია ყოველივე და მაინტერესებს ღებულობ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ უშუალოდ შენი ხელმძღვანელობით განხორციელ და ყოველივე ზამი თუ შენ იყავი აქამდე დეპუტატი დღევანდელ დღემდე და პასუხისმგებლობა გეკისრებოდა. გამეცი ძალიან გთხოვ ამაზე პასუხი. მეუბნება რომ როგორ ფიქრობთ, გვაქვს თუ არა უფლება, რომ პარლამენტის წევრს აქვს უფლება თუ არა, რომ გასცეს გამოძახება სპეცნაზისა. მე ვფიქრობ, რომ პიროვნულად არავითარი უფლება არ ქონდა, მაგრამ რატომღაც მაინც ასე მოხდა, რომ დაფიქსირდა ეს ფაქტი, ხაშურში არის და რატო არ აღკვეთე, რატო არ გამოხვედი ჩვენ გვერდზე, რატო არ დადექი ძმაო? უცხოები ვართ, ადასტურებ რომ ასე არის თუ არ ადასტურებ ძმაო? მე არავინ არ გამომიძახებია იძახის რომ ნებისმიერი უკანონობა უნდა დაისაჯოს კანონით. ანუ ეს არის ბატონი ბაჩოს განცხადება, აი ამ ფაქტთან დაკავშირებით. კარგად ზანდებოდეთ. ალბათ, თქვენთვის როგორც დედის შობლის რამდენად ხონდათ ინფორმაცია ჩვენთან კომენტარებში ხალხი ამბობდა, რომ ნომერ მე-3 საარჩევნო უბანზე ბაჩო ქიტიაშვილი ნიღბით იმყოფებოდა და სპეცნაზმელებთან ერთად არბევდა. ამაზე როგორ შეიძლება რომ კომენტარი გავაკეთო? ვამაყობ ჩემი შვილით, იმიტომ რომ მე ძალიან კარგი შვილები მყავს და ძალიან კარგი შვილები გავზარდე. ამიტომ იცით რა, მაგაზე მეცინება
მეცინება, იმიტომ რომ როგორ შეიძლება, როგორ ვიცით ვინც თქვა ეგ. მე ვიცი საიდან მოდის ეს ბრალდებები, არ მინდა ეხლა დაკონკრეტება, ვიცი საიდან მოდის ეს და რომ ხარ თქვენ ოპოზიციურად განწყობილი და ის არის რომ ეს არის ყველაფერი შეთითხნილი. იმისთვის რომ ბაჩოს რეიტინგი დაეცეს. შემო კარგო დარეჯან. შენ რომ ვერ მივაგენებ შენს თავის სადაც უნდა ყოფილიყო. ამიტომ მოვედით, იქნებ სახში დაგხვდესო თორე. გამიჟეს ზაქ ჩვენ არ მოსულვარ. ყველა მიმართა გზაზე იაროს როგორაც მიდის. მე და ჩემაშვილმა და თქვენს უყველან. აი ვინც მართალი ვიყოთ ამ სიტუაციაში.